ვლადიმირ პუტინმა დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთმა თითქოს უკვე მოიგო ეს ომი, ხოლო კიევი უბრალოდ ფიქრობს, როგორ დააფორმალოს ეს გამარჯვება რუსეთისთვის. ამიტომ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკვე იცის რით და როდის დასრულდება ეს ომი. ამავე დროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გერასიმოვის ზღაპრების შემდეგ რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ახალი ტერიტორიული დაპყრობის შესახებ პუტინმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ეს მთელი ფსევდოქვეყანა ახლა ვალდებულია ფრონტისთვის იმუშაოს. მან დაამატა, რომ კრემლი გააგრძელებს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ზონის შექმნას უკრაინის საზღვართან, ხოლო ყველა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი მიღწეული იქნება. მაგრამ ამავე დროს რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობები რუსეთიდან ნავთობის მოცულობები მკვეთრად დაეცა. ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის შემდეგ სრულად გაჩერდა, ხოლო ტუაფსეს პორტში ხანძრის კვამლი უკვე 300 კილომეტრზეა გადაჭიმული. და ასე პუტინს პრინციპში ყველაფერი გეგმის მიხედვით აქვს და ყველაფერი კარგადაა. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიცრებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი Pechi News. გული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ მელოდი გაუგებრობა. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ იცის როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მისი აზრით, ეხლა უკრაინის ხელმძღვანელობა უბრალოდ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა დააფორმონ რუსეთის გამარჯვება. კრემლის პროპაგანდისტებმა დღეს განაცხადეს, რომ პუტინი მართავდა მოლაპარაკებებს ნიჟნი-ნოვგოროდის საქალაქო დუმის ხელმძღვანელ ევგენი ჩენცოვთან. და მან განაცხადა, რომ არავისაც კი არ ეპარება HV მომავალ გამარჯვებაში. კრემლის, მათ შორის მტერსაც კი, ანუ უკრაინას. პუტინმა ამ კომენტარს დაეთანხმა და დაამატა, ციტატა: "იქ, კიევში უბრალოდ ფიქრობენ, როგორ გააფორმონ ეს ყველაფერი." ხო, ნახოთ. მით უმეტეს, რომ საბრძოლო მოქმედებები ყოველთვის რთული და საშიში რამაა. ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდება ყველაფერი, მაგრამ არაფერს ვიტყვით. და ასეთი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც სირცხვილი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა. აი ეს სასწაული დღეს აცხადებდა, რომ რუსებმა თითქოს და სრულად დაიკავეს, ვინ იფიქრებდა, ლუგანსკის ოლქი. არ ვიცი, მგონი უკვე მე-11-ით სრულად იკავებენ ლუგანსკის ოლქს. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეხა ბრძოლები გრძელდება გრეკოვკასთან, ნადეჟდასთან და ნოვოეგოროვკასთან იმავე ლუგანსკის ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის სპიკერმა ალექსანდრ ბოროდინმა აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული დასახლებები უკრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ რჩება. თუმცა მან დაამატა, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარები არ წყვეტენ შეტევას და ბრძოლაში დიდ რაოდენობას ცოცხალ ძალასა და რესურსებს აგდებენ. ბოროდინმა ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე ბოლო 6 თვის განმავლობაში ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა. რუსების წინაშე ოპერატიული ამოცანაა ბოროვაია ლიმანის მიმართულებით წინ წაწევა, რადგან ეს სლავიანსკისა და კრამატორსკის გასაღებია. მაგრამ თითქოს ეს სირცხვილი საკმარისი არ იყო, გერასიმოვმა კიდევ დაამატა, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაიკავეს კუპიანსკ-უზლოვაია ხარკოვის ოლქში, ხოლო ზაპოროჟიეს მიმართულებით თითქოს ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს ორეხოვოსა და ზაპოროჟეთში. მაგრამ აი პრობლემა. ღია რუკებითაც კი ჩანს, რომ ორეხოვომდე ფრონტის ხაზიდან კიდევ რამდენიმე კილომეტრია. ისევე როგორც კუპიანსკ-უზლოვაიამდე ხარკოვის ოლქში. ამჟამად იქ არც კი არსებობს ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონა, მაგრამ გერასიმოვის თქმით, მათ უკვე დაიკავეს ეს ტერიტორიები. მაგრამ რუსებს ყველაფერი ისე მშვენივრად აქვთ, ყველაფერი ისე კარგადაა, რომ დღეს ვლადიმირ პუტინმა ყველა რუსი ფრონტისთვის მუშაობისკენ მოუწოდა. თმახტაცეული დიქტატორი ვოლოდკა პუტინი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული დიდი სამამულო ომის დროს მთელი ქვეყანა ფრონტისთვის მუშაობ და ასე უნდა იყოს ახლაც. შემდეგ ბოდიშ გიხდით, ციტატა ამ სუნიანი ვოლოდკა პუტინის. დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტის, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი დამცველების სასარგებლოდ. მაგრამ ხოლო ტანკებს, თვითმფრინავებს, ქვემეხებს და ჭურვებს არ ამზადებდნენ. ვინაიდან დიდი სამამულო ომის ყველაზე მძიმე თვეებში 1941 და 1942 წლების ყინვიან თვეებში, როგორც ახლა ბავშვები, ბებიები, ქალები წინდებს ქსოვდნენ, ფრონტზე ამანათებს და საჩუქრებს აგზავნიდნენ. აი ამ ერთობაშია ჩვენი გამარჯვებების წარმატების საიდუმლო. ასე იქნება ახლაც. ვლადიმირ პუტინმა ასევე დაამატა, რომ კრემლი გააგრძელებს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ზონის შექმნას უკრაინის საზღვარზე და ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება.
კიდევ ერთი ციტატა. ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდება ყველაფერი, მაგრამ ამაზე საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებთ. უბრალოდ განვახორციელებთ და მივისწრაფებთ იმ მიზნებისკენ, რომლებიც ჩვენ დავისახეთ. და აქ იცით, რომ რუსებს თუნდაც პატარა ტვინი ჰქონდეთ, ალბათ იკითხავდნენ. მოიცადე, ჩვენ დავისახეთ ეს მიზნები, თუ პირადად შენ, ვოლოდია პუტინო, და ასახე ისინი. მაგრამ იმის გამო, რომ რუსებს ასეთი ტვინი არ აქვთ, ისინი რა თქმა უნდა ასეთ კითხვებს არ სვამენ. იმიტომ რომ მონებს უთხრეს ვოლოდია პუტინისთვის სიკვდილზე წადითო და მონებიც მიდიან ვოლოდია პუტინისთვის დასაღუპად. და რა თქმა უნდა, ამას საერთოდ არ შეეწინააღმდეგებიან. და აი ბლუმბერგის სააგენტოს კრემლთან დაახლოებული წყაროების თქმით. პუტინი ემზადება ომის გაგრძელებისთვის კიდევ 1-2 წლის განმავლობაში, რადგან მშვიდობიანი მოლაპარაკებები, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა, ჩიხში შევიდა. პუტინი კვლავაც ითხოვს კიევისგან დონბასის სრულად ჩაბარებას, მაშინ როცა ვლადიმირ ზელენსკი უარს ამბობს ტერიტორიულ დათმობებზე და ამტკიცებს, რომ ასეთი სცენარი მომავალში რუსეთის აგრესიის განახლებას გამოიწვევს. როგორც ბლუმბერგის თანამოსაუბრეები ამტკიცებდნენ, კრემლი ახალი შეტევის დაწყებას გეგმავს. 2022 წელს ანექსირებული ტერიტორიების სამხედრო ძალით კონტროლის ქვეშ მოსაქცევად. თუმცა ფრონტზე მნიშვნელოვანი წინსვლა ნაკლებად სავარაუდოა. ამას აღიარებენ სააგენტო ბლუმბერგის წყაროები. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ეს გაველურებული არმია ვერ ახერხებს გადალახოს ეგრეთ წოდებული დრონების კედელი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ააგეს, ანადგურებენ მოიერიშეების 90%-მდე. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ისინი წინა ხაზამდე მიაღწევენ. გასული წლის შედეგებით რუსეთის გენშტაბის გენერალებმა შეძლეს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.8%-ის კონტროლის აღება. ხოლო წინა წელს საერთოდ 0.6%-ის. ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთის შეტევის ტემპი დღეში მხოლოდ 15 მეტრს შეადგენდა და ეს ანტირეკორდი იყო თანამედროვე ომების 100 წელზე მეტი ისტორიის განმავლობაში. აქვე აღნიშნავ, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ფონზე კრემლი ამზადებს საზოგადოებას ახალი ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი მობილიზაციისთვის. ამაზე ჯერ კიდევ თებერვალში წერდნენ ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები. ინფორმაციული პირობების შექმნაზე იძულებითი გაწევისთვის რუსი მოქალაქეების ფრონტზე მიუთითებს ინტერნეტის ბლოკირების გაძლიერება. ასევე გასული წლის ბოლოს მიღებული კანონები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს 2 მილიონიანი მობილიზაციური რეზერვი. ამაზე გუშინვე ისაუბრა ვლადიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ინტერნეტის ბლოკირება რუსებისთვის სწორედ დიდი მობილიზაციისთვის მზადება. ამასობაში კი რუსეთი ტუაფსეზე დარტყმის შედეგებს აგემონებს. ითხოვინებიან, რომ როსნეფტის ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 16 აპრილიდან იძულებული გახდა შეეჩერებინა ნავთობის გადამუშავება, მას შემდეგ, რაც ტუაფსის პორტზე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა განხორციელდა. უპილოტო აპარატების თავდასხმები ტუაფსეზე 16 აპრილს მოხდა. ასევე 20 აპრილს, რამაც გამოიწვია ხანძარი და დააზიანა ნავთობის პორტის ინფრასტრუქტურა. ახლა ხანძრების გამო პორტის ტერმინალსა და ნავთობპროდუქტების რეზერვუარების პარკში პროდუქციის გადმოტვირთვა შეუძლებელი გახდა. და ბოლოს უბრალოდ ულამაზეს ფოტოს გაჩვენებთ. სანამ პუტინი იქ ხვება, რომ ყველა ქალი და ბებია უნდა ქსოვდეს წინდებს ამ რუს ოკუპანტებისთვის, სატელიტური სურათი, რომელიც დღეს 21 აპრილს არის გადაღებული. პუტინ ცესხმოდებული ნავთობის რეზერვუარებიდან ამოსული კვამლი ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 300 კილომეტრზე მეც მოედო და უკვე სტავროპოლს მიაღწია. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ეს შესამჩნევია. აქ მრავალწერტილს დავშამ. თქვენი აზრი და დასვენები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობას მხარი დაუჭიროთ. ამისთვის მადლობას გეტყვით. ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის ან ფასიანე სპონსორული გამოწერის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკურთხავს თარდავზე. ყველას მშვიდობით.